ნუ ეცდები იყო წარმატებული, ეცადე იყო ღირებული. ეს აინშტაინის სიტყვებია. მოდი ვეცადოთ ერთგვარად მოკლედ შევაჯამოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვისაუბრეთ წარმატებაზე. ჩემი პირადი შეჯამება და დასკვნა არის ასეთი, რომ წარმატება ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. როცა შინაგანად მშვიდად ხარ, როცა შენი გზა შენთვის აზრიანია, როცა შენ არ გჭირდება განუწყვეტლივ რაღაც ამტკიცო საკუთარი თავის შესახებ. და რაც ყველაზე მთავარია, როცა გზა, რომელსაც შენ გადიხარ, შენთვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული. მოდი მაინც ჩამოვთვალოთ რაღაც ძალიან კონკრეტული პუნქტები ამ საკითხში მეტი გარკვეულობის შეტანისათვის. აკონკრეტე რას ნიშნავს შენთვის მიღწევა? როგორი ცხოვრება გინდა? სად? ვისთან ერთად? დილით თვალს რომ ახელ, რას და ვის გინდა რომ ხედავდე? ამ კითხვებზე თუ პასუხი მაშინვე არ გექნება, ამან არ შეგაშინოს. ჩვეულებრივი მდგომარეობაა. პასუხები თანდათან აუცილებლად მოვა. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი ეს არის განუსაზღვრე საკუთარ თავს დროის პერსპექტივა. ნუ შეზღუდავ, ნურს განუსაზღვრელად დიდ დროს ნუ მისცემ. მაგრამ დააღწიე თავის საზოგადოების სტერეოტიპებს, რომ 40 წლისას უკვე შვილიც უნდა ყავდეს, სახლიც აშენებული უნდა გქონდეს და ხეც დარგული. თუ არც ერთი მათგანი არ გაქვს, წარმომიდგენია შენი თვითშეფასების მდგომარეობა, აი ამას უნდა დააღწიო თავი. არც ერთ ასაკში არ შეიძლება იყოს სწორი, რომ რაღა დროს ჩემი ბედნიერებაა. როგორ შეიძლება ეს ვთქვათ? ბედნიერებას როგორ შეიძლება რომ ზღუდავდეს ჩვენი ასაკი? ერიკ ვაიჰენმაიერი იყო ასეთი მთამსვლელი, რომელიც იყო უსინათლო და მან ევერესტი დაიპყრო. უსინათლო ადამიანმა დაიპყრო ევერესტი. გოეთემ, ჩემო ბატონო, 84 წლის ასაკში დაასრულა ფაუსტი. არ დაუწერია 84 წლისას, ამას არასწორად ვამბობთ ხოლმე. მთელი ცხოვრება წერდა ლამის, მაგრამ დაასრულა 84 წლისამ. ჩემი მეგობრის ბაბუა მახსენდება, რომელიც გარდაიცვალა 94 წლის ასაკში. არ იყო გერმანისტი და რომ იცოდეთ რა ედო სასტუმალთან სიკვდილის წინ გერმანული ენის ლექსიკონი. ანუ მან ცხოვრების ინტერესი არ დაკარგა ბოლო წუთამდე შეიძლება ითქვას. და ეს მგონია ხოლმე ზუსტად ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს ნამდვილ ასაკს. რამდენად ვინარჩუნებთ სიცოცხლის ინტერესს და სიცოცხლის სიყვარულს. ჩვენი შინაგანი მე არ ბერდება, თუ მას აი ამ სიცოცხლის ინტერესს შევუნარჩუნებთ. ასევე ის, რაც შემიძლია ჩემი საკუთარი გამოცდილებით გითხრათ და ეს არ იყოს რაღაც ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში ამოკითხული ფრაზა. სასო წარკვეთილების დროს ერთადერთი მამოძრავებელი გადამრჩენი ძალა არის წინსვლა. ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ, მაშინაც კი, როდესაც ფეხები არ გვემორჩილება. როცა შენს თავს და თუ შენს თავს მართლა უმეგობრდები, ასაკი არ ხდება დაბრკოლება, ის ხდება შენი სუპერძალა, რომელიც არასდროს არ აქვს ახალგაზრდულ ენერგიას. რასაკვირველი არჩევანი რომ იყოს, ალბათ ადამიანები აირჩევდნენ მაინც იმ გამოუცდელ ახალგაზრდულ ენერგიას. თუმცა რახან ეს არჩევანი ჩვენი არ არის, მაშინ ნუ მოვაკლებთ საკუთარ თავს სიამოვნებას დავტკბეთ იმით, რაც რეალურად გვაქვს. შევწყვიტოთ საკუთარი თავის შედარება სხვებთან, საკუთარი ცხოვრების შედარება სხვებთან და ვაქციოთ საზომად მხოლოდ საკუთარი თავი. მესმის ეს ნათქვამად იოლია, გასაკეთებლად არც თუ ისე მარტივი, მაგრამ მთავარია რომ ეს იყოს ჩვენი მოძრაობის ვექტორი, იმიტომ რომ დაწერე გეგმა, რეალისტური გეგმა დაწერე. არ არის საჭირო რომ საკუთარ თავს ან აი შვილებისთვის იციან ხოლმე მსგავსი განსაზღვრება, რომ შენ უნდა გახდე ოლიმპიური ჩემპიონი. მსგავსი უზარმაზარი გეგმები ხშირად ადამიანების პარალიზებას იწვევენ, იმიტომ რომ ის ვერ გრძნობს საკუთარ თავში ამხელა ძალას და იბნევა. საერთოდ ჩერდება. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც სულ უნდა გვახსოვდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამასაც საკუთარი გამოცდილებიდანაც გეუბნებით და არა მხოლოდ სადღაც ამოკითხულს, კრიზისი არ არის პრობლემა. კრიზისი არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი ეტაპი. როცა გვაქვს საშუალება გავჩერდეთ, გადავხედოთ განვლილ გზას და ვკითხოთ საკუთარ თავს, ამის შემდეგ როგორი ცხოვრება მინდა. ბევრი ადამიანი საერთოდ არ სვამს არც ამ და არც არანაირ მსგავს კითხვას, ის ცხოვრობს უბრალოდ მიჰყვება დინებას, როგორც მკვდარი თევზი, როგორც ვთქვით. შენ უკვე სვამ კითხვას, შენ უკვე ფიქრობ და ეს ნიშნავს, რომ არსებობს ცვლილების შანსი. თუ ახლა გრძნობ შფოთვას, დაბნეულობას, სიცარიელეს, არ შეგეშინდეს. და ზუსტად იცოდე ესეც, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი. შენ ხარ გარდამავალ ეტაპზე, მაგრამ არ აგვიანებ, არც ჩამორჩენილი არ ხარ. უბრალოდ იწყებ გააზრებულ ცხოვრებას. დასასრულს აუცილებლად მინდა გავიხსენო ისევ წარმატების კულტი. რას გვეუბნება იცით ის ჩვენ? წარმატების კულტი გვეუბნება. ითამაშე ისე, რომ დარბაზმა ტაში დაგიკრას.
ხოლო ნამდვილი სურვილი გეუბნება თამას. ითამაშე გატაცებით, მაშინაც კი თუ დარბაზი არის ცარიელი. ეს არის გადამწყვეტი. დროებით შემდეგ შეხვედრამდე.